მაკა ჩიჩუა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჯიერი, 7 აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი პირველი ლედია. სულ მქონდა კითხვა, ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა მეთქი? საერთოდ, ცხოვრებაში არ მქონია იმის მოთხოვნილება, ძალიან ბევრი ფული მქონოდა, რადგან ვთვლი რომ ფული მამონასი ეშმაკისეულია. ფსურდა მხოლოდ იმდენი, რაც ელემენტარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო. ბავშვები დაპურებული ყავდეს, განათლება მისცე, სახლი მოწესრიგებული, ხანდახან ცოტა მოაგროვო სამოგზაუროდ და დასასვენებლად წახვიდე. რამდენიმე თვეა დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში 2 ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ, თან ვირუსი შეგხვდა და ყველანი ავად ვიყავით. ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრა ნახალი. ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში, რომ უზარმაზარ გალავნებს იშენებენ, არიან შიშებში და ეჭვიანობაში, 1000 უბედურებებში. ჯერ არ მახსენდება ვინმეს კითხვები ქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია მოვიდნენ და შეგხვედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიჭკარი არა აქვს. ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ, ამბობს მაკა ჩიჩუა.